თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე წუთის წინ მოვიდა გენერალურ პროკურატურაში. ეს წუთია დაიწყება მისი გამოკითხვა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე. ბუნებრივია პროკურატურასთან ერთად მედიას აქვს ბევრი კითხვა ლევან იზორიასთან. ის იყო თუ არა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სოფელ ჩორჩანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო საგუშაგოს გახსნას აპირებდა, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რაც აქვს პროკურატურას მასთან და რაც გაჩნდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ბრალდებები მოვისმინეთ ქართული ოცნების მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით. საინტერესოა მის ჩვენებას გამოიყენებს თუ არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა და გაამყარებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების ბრალდებებს, რომ თითქოს გიორგი გახარია თვითნებურად მოქმედებდა, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ დავინტერესდით ლევან იზორიასთან, ის როგორ მიიჩნევს საგუშაგოს გახსნას, ეს იყო მართებული გადაწყვეტილება თუ მან ზიანი მოუტანა საქართველოს, თუმცა ამ კითხვებზე პასუხად ლევან იზორიამ გითხრა, რომ მას შემდეგ რაც გამოკითხვის პროცესი დასრულდება, ის გააკეთებს მედიასთან კომენტარს და მის პოზიციასაც გავიგებთ. როგორც ჩანს, გამოკითხების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს გენერალურ პროკურატურაში. ეს არის გამოძიება, რომელიც საბოტაჟს იძიებს, ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და სწორედ ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოკითხვები, რაც უშუალოდ სოფელ ჩორჩანას ეპიზოდს შეეხება. გუშინ გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ამბობდა, რომ ის ინფორმირებული არ იყო საგუშაგოს გახსნის შესახებ. საინტერესო ახლა რა სიტყვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, რომელიც სწორედ ამ თანამდებობას იკავებდა 2019 წელს, როცა საგუშაგო გაიხსნა სოფელში. ინფორმაციის მიწოდებას გეგმავთ გამოძიებისთვის. ორი სიტყვა გითხარით. გიორგი გახარიას წინააღმდეგ აპირებთ ჩვენების მიცემას, ბატონ ლევან. თქვენ ინფორმირებული იყავით ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი გუშინ, როცა თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს კითხავდნენ გამომძიებლები გენერალურ პროკურატურაში. დაახლოებით ალბათ ეს დრო დასჭირდებათ ლევან იზორიასთანაც კითხვებზე პასუხების მისაღებად და ვნახოთ რა სიტყვის უკვე შემდგომ ლევან იზორია მედიასთან. კითხვები, როგორც უკვე გითხარით, არსებობს მისი ინფორმირების შესახებ, როდის გაიგო, ფიქრობს თუ არა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საზიანო და თუ კი ასეა, მაშინ რა გააკეთა მან როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრმა, რომ ეს ზიანი ქვეყნისთვის აეცილებინა და რა ტიპის პროცესში იყო ის როგორც თავდაცვის მინისტრი ჩართული. ამ კითხვებს დაახლოებით რამდენიმე საათში დავსვამთ, როცა ის გენერალურ პროკურატურას დატოვებს.